როდის არის ზეპირი შეთანხმება სამართლებრივად სავალდებულო? მე ანა ვარ, თქვენი იურიდიული კონსულტანტი და დღეს ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. იცოდით, რომ ერთმხელის ჩამორთმევა შეიძლება ათასები დაგიჭირნოთ? დიახ, ზეპირი შეთანხმება შეიძლება სამართლებრივად სავალდებულო იყოს. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ძირითადი ელემენტები არსებობს. ეს არის შეთავაზება, მიღება, ანაზღაურება, ღირებულების მქონე რამ და ასევე სამართლებრივი ურთიერთობის შექმნის განზრახვა. თუ ეს ელემენტები არსებობს, მაშინაც კი თუ არაფერი არ არის წერილობითი და არ გვაქვს გაფორმებული, შესაძლოა უკვე გქონდეთ ხელშეკრულება. თქვათ, თქვენ დათანხმდით ვიღაცას მანქანის შეძენაში, პირობითად 5,000 ფუნტად. ხელი ჩამოართვით, ფული გადარიცხეთ, მაგრამ დოკუმენტები არ არსებობს. თუ მეორე მხარე უარს იტყვის მანქანის გადმოცემაზე, ეს შესაძლოა ხელშეკრულების დარღვევად ჩაითვალოს. პრობლემა მტკიცებულებაშია. ზეპირი შეთანხმებების აღსრულება რთულია, რადგან საქმეზე თქვენ სიტყვასა და მათ სიტყვას შორის რჩება პირობითად არც იმეილი არ შეტყობინება და მხოლოდ მეხსიერება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ისინი ძალაშია, პრაქტიკაში სარისკოა. ზეპირი შეთანხმების შემდეგ ყოველთვის შეადგინეთ წერილობითი დადასტურება და თუ ეჭვი გეპარებათ, სჯობს იურის მიმართოთ, სანამ დავა დაიწყება.